პირველი დაბრკოლება დიდი იკარუსი იყო, რომლითაც მთლიანად დაგმანული იყო ლეონიძის ქუჩის ხელი. იმისთვის რომ ვერ გადაგოგორებინა, საბურავები დაშვებული ჰქონდა. ეს იკარუსები ღამღამობით საბრალო სპეცნაზელების ყაზარმის ფუნქციასაც ასრულებდნენ. იკარუსის გასათრევად რიყის ქვებით დატვირთული კრაზის ტიპის დიდი სატვირთო მანქანა მოიყვანეთ. ესილეთი სხვა ქვეყნების გამოცდილებების მაგალითზე ჰქონდა ნასწავლი. გაამართლა. იკარუსი ბუმბულივით მსუბუქად გაათრია კრაზმა. ლეონიძეზე სპეცნაზთან პირისპირ აღმოჩნდით. ჩვენს წინახაზებში მახსოვს კეზერა, კირკიტა, პეტო, ბადუკა, ვარძელა. განსაკუთრებული სითამამით კეზერა გამოირჩეოდა. ფარიან ტიპებთან ისე ახლოს ვიდექით, რომ მათი ფარების მიღმა ჰქონდა თავები გადაყოფილი და შუბლები ლამის მათ მუზარადებზე მიბჯენილი. ეს ამონარიდია გიორგი არველაძის მოგონებებიდან ვარდების რევოლუციის შესახებ. ტელეკომპანია იმედის მოქმედ ხელმძღვანელს, როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის სასურველი რეალობის მოდელირებით დამსახურებული რევოლუციური ნდობა გამოუცხადეს და ნაშოვნი რამდენიმე მილიონიდან გარკვეული ნაწილის დაბრუნებით დაკმაყოფილდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ეკონომიკის მინისტრის და ნაციონალური სინამდვილის ავტორის გიორგი არველაძის მოდელირებული ანატომია. ეხლა რატო გირეკავ გეტყვი, ეხლა და მიხდები შენ თვითონ დასკვნებ, შენ თვითონ გამოიტან. ნიშამ მელაპარაკებოდა რა გუში რა. ოდა რა შეფროდა ეს ამეთქიეს, რომ ოდეკეთ რაღაცა და ხო ისე გავალ როგორც პროექტონიკა და მე ვხარი ოთქო, მაგრამ წინასწარ თქო ტოკ-შოუზე იკითხიან თქო, რომ აი ჩვენ ესეთი მოდელირება გავაკეთეთ და რაღაცა თქო რა. ოდა აუ ეკო არ თქო რა, ითელ მუღამს დაუკარგავსო პირიქით. აი მე ვიცი კოდექსში არის მეცემეტე მუხლი თქო. просто გიჩვლებენ გიორგი. საკუთარი თავი ნაციონალურ კულუარებში გადანაცვლებულმა გიორგი არველაძემ საზოგადოებას ჯერ კიდევ ტელეკომპანია იმედში მისვლით შეახსენა. შემდეგ კი მოდელირებული ქრონიკით. სააკაშვილის გარეშე დარჩენილი ცუდი მომავლის ქრონიკა არველაძემ როგორც ჩანს ასე წარმოიდგინა. ან უბრალოდ უთხრეს, რომ ასე უნდა წარმოედგინა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. შეტაკებები დაიწყო მცხეთის მისადგომებთან, როგორც მემატყობინებენ პოზიციური სროლები რუსთავი თბილისის ტრასის მონაკვეთზეც, მემატყობინებენ სენსაციურ ინფორმაციას, ნოღაიდელის პრესსამსახური ავრცელებს ამ სენსაციურ ინფორმაციას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია. რაც გუში ვიხილეთ ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში იყო ძალიან არასასიამოვნო და რა თქმა უნდა მე მიმაჩნდა სხვანაირადაც უნდა გაკეთებულიყო. ახლა მართალია რომ გააფრთხილეს მათ წინასწარ ხალხი რომ ეს იყო ინსცენირება, მაგრამ მე მიმაჩნდა რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო წარწერა თელი გამოვაშვა და ჩაესვა ჩარჩოში, რადგან უკვე ესეთი გადაცემა კეთდებოდა, რომ ყოცოდა ხალხს, რომ მე გადართო ხალხმა, ერთმანეთს დაურეკა, ზოგი გარედან შემოვიდა, ზოგს იქ დაურეკეს და მაგათ ბებიაჩემა რომელსაც ახალი ნანახი ვყავდი, იმასაც გულის ფრიალი აუტყდა და განერვიულდა. 2007 წლამდე გიორგი არველაძეს ნაციონალების რუხ კარდინალს უწოდებდნენ. უკანასკნელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექსპერტები ოქრუაშვილის ბედს უწინასწარ მეტყველებდნენ. თუმცა ნაციონალების ერთ-ერთ სახეს, რომელიც მეტყველების ფორმით, მიმიგებით და ქცევით სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, იმდენი გონიერება აღმოაჩნდა, რომ სასწავლებლად არ გაემწასებინათ. სხვა თუ არაფერი მას კომუნისტი ჩინოვნიკის ტახირ არველაძის ლავირების უნარი მემკვიდრეობით ერგო და როგორც ჩანს ალბათ პარტიულმა მამამ ნაშოვნის გემრიელად შერგების და სხვისთვის განაწილების საიდუმლოსაც აზიარა. ვინ არის ტახირ არველაძე? 1993-95 წლებში ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მაშინდელი მისი კოლეგები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბატონ ტახირს პარლამენტის ტრიბუნა არასდროს გამოუყენებია, არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია, მხარდაჭერა ან კრიტიკა. ახსენდებათ ერთადერთი დღე, როდესაც ტახირ არველაძემ საკუთარი პოზიცია მყარად დაიცვა. ეს 1994 წლის 1 მარტი იყო. სხვებთან ერთად საქართველოს SNG-ში შესვლას ხელი სწორედ გიორგი არველაძის მამამ ტახირ არველაძემ მოაწერა. 2009 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოზობას ქუთაისში დიდების მემორიალი ააფეთქეს. აფეთქებას დედაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიიდან მეორე დღეს დიდების მემორიალის ადგილას სამუშაოები კონფიდენციალური წყაროს ცნობით კომპანია მაგისტილმა დაიწყო.
დღემდე უცნობია, ჩატარდა თუ არა ტენდერი ქუთაისში პარლამენტის ასაშენებლად, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მშენებელი კომპანიის უკან სწორედ არველაძე დგას. მაგისტრის მფლობელებში არველაძესთან ერთად კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ჩიქოვანი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით გეზერაშვილი მოიაზრებიან, ვისთანაც არველაძეს ბავშვობის მეგობრობა აკავშირებს. $2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა პიარი გიორგი არველაძეს ჩააბარა. არჩევნებში გამარჯვებიდან სულ ცოტა ხანში გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სამართალდამცავებმა საკუთარი ბინიდან აიყვანეს, რასაც მის პირად საუბრებში მეზობლებიც ადასტურებდნენ და იმასაც ამტკიცებდნენ, რომ არველაძე დაკითხვის შემდეგ ისევ შინ დააბრუნეს. ამ ინფორმაციის გავრცელებას გიორგი არველაძის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ის ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. ქართული მედია კი ერწმუნებოდა, რომ უშიშროებაში მიყვანილ არველაძეს მინისტრობის დროინდელი ცოდვები გაუხსენეს და სპეციალურ ფონდში რამდენიმე მილიონი დოლარის გადარიცხვა მოსთხოვეს. მის სახელს დაუკავშირეს წყლის პროექტი, რომელსაც საქართველოს გამდიდრება შეუძლია და არველაძემ დაბლოკა. კომპანია სონის ინციდენტი, რომელსაც რუსთაველზე ფართი წაართვეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა, რომელიც თითქოს კემპინსკის სასტუმრო კომპლექსის შექმნას უშლიდა ხელს. ასევე ლისის ტბის ორჯერ გაყიდვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტისთვის ყველაზე საინტერესო კი ეკონომიკის მინისტრობიდან ბიზნესში წასული არველაძის საქმიანობა და ნაცმოძრაობის პიარში დახარჯული ფული აღმოჩნდა. მისი ინიციატივით პრეზიდენტის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისას ყველა პიარ ჯგუფი ჩამოიცილა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობდა და პიარ ტექნოლოგიებში დახელოვნებული პიარ სპეციალისტები მოიწვია, რასაც ბევრად მეტი თანხა დასჭირდა. ნაციონალური გუნდის წევრი, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ არველაძეს ახალაიას უცხებასთან დაძაბული ურთიერთობა სწორედ სარეკლამო კამპანიასა და გაუჩინარებულ თანხებს უკავშირდება. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კამპანიაში 22,996,081 ლარი დახარჯა. არაოფიციალური მონაცემებით კი დაახლოებით 9 მილიარდი ლარი. სარგე კონსალტინგი მალევე დაიშალა და მის მფლობელობაში მყოფი კომპანიები სარეკლამო სააგენტო აუთდორის საკუთრება გახდა, რომელსაც გიგი უგულავა აკონტროლებდა. უგულავა კი აქტიურად იყო ჩართული ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში და არველაძის იმედის დირექტორად დანიშვნასაც სწორედ უგულავას მიერ საკუთარ თავზე მორგებულ საინფორმაციო გამოშვებებს მიაწერენ. ნაციონალური მოძრაობის კულუარებში საუბრობენ, რომ პრეზიდენტი მერის ამბიციებით შეშფოთდა და უგულავა არველაძეთი სწორედ ამიტომ ჩაანაცვლა. Georgian Media Production Group-ის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე, მისი მოადგილე დიმიტრი კილაბერიძე და რუსთავიორის ყოფილი ხელმძღვანელი გობა დავარაშვილი მაიამში მეუღლეებთან ერთად ისვენებდნენ. დასვენება სკანდალით დასრულდა. დიმიტრი კილაბერიძე მაიამში ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს, რა დროსაც მას 20 გრამამდე მარიხუანა აღმოაჩნდა. ის თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ფლორიდის ციხის ელექტრონულ ბაზაში სხვა დამნაშავეებთან ერთად მისი ფოტოც აღმოჩნდა. არველაძის უახლოესი გარემოცვის წევრები კი აქტიურად საუბრობენ გიორგი არველაძის და ნარკოტიკების ზედმეტად ახლო ურთიერთობებზე. რევოლუციური კარიერა არველაძემ თავისუფლების ინსტიტუტიდან დაიწყო, მაგრამ მისი პოლიტიკური მომავალი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებით ნიჭიერების სიმცირის გამო საფუძველშივე ბუნდოვანი ჩანდა, რის გამოც თავისუფლების ინსტიტუტშიც კი ის სერიოზულ დავალებების ადრესატი არასდროს გამხდარა. ასეთი დავალება მასაც ვარდების რევოლუციის დროს ჰქონია, მაგრამ თulis რომ საკუთარ ქვეყანას გამოადგა და ერთადერთი ზიანი, რაც ქვეყანას მისი ხელისუფლებაში მოსვლისას მიადგა, პარლამენტის დარბაზის დაბზარული მაგიდებია. მოკლედ ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის ხდომათა დარბაზს. აგერ-ეგერ ლოკალური ჩხუბები თუ უფრო ძიძგილაობები მიდიოდა. თუ რომელიმე მათგანთან მისწრება გინდოდა, ყველაზე სწრაფი გზა მაგიდებზე გადარბენა იყო. მახსოვს ცოტნე ბაკურიას ქოჩერა თავმა ისე მიმიზიდა, რომ მაგიდებზე მეც გადავირბინე, თუმცა მაინც ვერ მივწვდი. გადარბენისას ვიგრძენი, რომ მაგიდიდან მაგიდაზე გადახტომის დროს ფეხქვეშ მაგიდის ხის ზედაპირი გვარიანად იდრიკებოდა და გატეხვის ან მინიმუმ გაბზარის ხმას გამოსცემდა. ეს იყო ერთადერთი მატერიალური ზარალი, რაც ქვეყანას იმ დღეს პირადად მე მივაყენე.
ვინანე და მეტი მაგიდებზე აღარ მირბენია. პრეზიდენტმა და თქვენ ამ შესახებ უკვე იცით, გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და მისი ბრძანებულების მიხედვით გამოცხადდა საქართველოში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა. მაგიდებზე არა, მაგრამ მას შემდეგ არველაძე სააკაშვილმა უცხებიდან უცხებაში არბენინა და როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე სერიოზული დავალებაც კარგად შეასრულა. ეკონომიკის მინისტრ არველაძეზე ამბობდნენ, რომ მღირსეულად იარა ბენდუქიძის ლიანდაგზე და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საბროკერო კანტორად აქცია. გაყიდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც ბენდუქიძემ ვერ მოასწრო. ბოლოქონებრივი დეკლარაცია მას სწორედ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში შეავსო. საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაში ფიქსირდება, რომ ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული თანხა 43700 ლარია. მივლინებებზე ასევე ერთ წლის განმავლობაში მან 10200 ლარი დახარჯა. გაურკვეველი არველაძის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. ის ახლა ოფიციალურად კერძო ბიზნესშია და ამ ბიზნეს ტელეკომპანია იმედი ჰქვია. იმედში დასაქმებულია არველაძის მეუღლეც, ალინა არველაძეც. არველაძის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც კიევის ერთ-ერთ კლუბში დაიწყო, ბულვარული პრესა ბევრს წერდა. და სწორედ ამ ნოსტალგიას უკავშირებდა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი სტრიპტიზ კლუბის გახსნასაც, რომლის ხელმძღვანელადაც სწორედ გიორგი არველაძეს მოიაზრებენ. თავად არველაძე პენტჰაუს კლუბთან კავშირს უარყოფს, თუმცა ანატომიის კონფიდენციალური წყარო სხვა ტიპის ინფორმაციასაც გვაწვდის. ამბობს, რომ წლების წინ მაშინ, როდესაც არველაძე თავისუფლების ინსტიტუტში იყო და სხვებთან ერთად ვარდების რევოლუციას გეგმავდა, პარალელურად ერთ-ერთ თბილისურ კლუბში მეგობრების ნარკოტიკული საშუალებებით უზრუნველყოფასაც არ ერიდებოდა. არ მალავენ, რომ არველაძის კარიერა მამამისის მატერიალურმა სიძლიერემაც განსაზღვრა. იმ დროს, როდესაც არველაძე პოლიტიკაში ფეხს იდგამდა, რაც მოძრაობას ფული არ ჰქონდა და თითოეული ხელისუფლებაში მოსასვლელად დახარჯული ყველა დოლარი მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო მაშინ სააკაშვილისთვის. არველაძის მამა საბადო იყო. მისი ფინანსური შესაძლებლობები კი არავისთვის არ მოადგენდა საიდუმლოს. ის თბილისის მთავრობაში წამყვანი პირი გახდათ და თუ კი რაიმე საეჭვო გარიგებები იდებოდა, როგორც წესი, ბიზნესმენების უმრავლესობა იმას ამტკიცებდა, რომ ყველაფერს ტახირ არველაძე აწესრიგებდა. მამის მიერ ჩადებული ინვესტიცია კი შვილს ახალი თაობის გარიგებებში გამოადგა. გარდა ამისა, ტახირ არველაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის ჰქონდა მიქირავებული, რაც როგორც ჩანს, პირადი კონტაქტების და შვილისთვის წარმატებული მომავლის საწინდარიც გახდა. გიორგი არველაძემ სააკაშვილთან პოზიციები გაიმყარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ახლა ტელეკომპანია იმედს ხელმძღვანელობს, სადაც საკუთარი გავლენისთვის თუ სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას გიგი უგულავაც არ წყვეტს. არველაძე ნებით თუ ძალით გადახდილი რამდენიმე მილიონის გამო დაპირისპირებულია ახალაიას უწყებასთან და დაახლოებულია ხელისუფლებიდან ჩახსნილ კეზერაშვილთან. ნდობა, რომელიც მას სააკაშვილმა გამოუცხადა, მოდელირებულია თუ ნამდვილი, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია საარჩევნოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის ნაციონალური ტელევიზიის ხელმძღვანელმა ნაციონალური ერთგულება შეინარჩუნოს. თუ უკვე სიტყვა ნაციონალური და სააკაშვილი სხვადასხვა რამეს არ ნიშნავს. რა იყო ანატომიის დღევანდელ გადაცემაში მოდელირებული და რა რეალური, ეს ყველაზე კარგად სააკაშვილმა და არველაძემ იციან. თქვენ კი რომელი ფაქტების ნამდვილობას დააყენებთ ეჭქვეშ, ეს ჩვენს მიერ მოპოვებული თქვენი ნდობის საკითხია. ფაქტი ერთია, რომ ნაციონალურ ტელეარხს პოლიტიკური ფიგურა მართავს. ფიგურა, რომელიც საკუთარი გუნდის წევრების მიერ დაპატიმრებას რამდენჯერმე გადაურჩა. რის ხარჯზე ეს აუცილებლად გახდება ცნობილი. შემდეგ პარასკევამდე. ვიფიქროთ ჩვენს ანატომიაზე.